მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად YouTube-ზე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, შემოყარეთ თქვენი კამფეტები, მეკლეები ხართ ფაქტობრივად. პირველი ჭადრაგის ვიდეო არის და ჩემი მიკროფონი მუშაობს. დავიწყოთ. სტანდარტული კაროკანი, დიახ, კაროკანის საზიზღარი მოთამაშე ვარ, იმიტომ რომ ტუტორიალს ვუყურე რამდენიმე წლის წინ და მის მერე უკან არ გამიხედია. კუჩა მოწია წინ, ამას ქვია Hillbillies შეტევა. არ ვიცი რატომ, სავარაუდოდ ამერიკული ფესვები გააჩნია და რეალურად თეორია ამ პოზიციის არც ვიცი, როგორ უნდა ეთამაშო თეთრს, ინსტინქტს მივყვები ხოლმე და რავი, მეტნაკლებად კარგ სიტუაციებში ამოვყოფ ხოლმე თავს. მოკლა ბაიკი სტანდარტული, სულ ესე გრძელდება ყველა თამაში თითქმის. დავიცავით, გავამყარეთ ჩვენი ცენტრი, არაფერი განსაკუთრებული, ნორმალური განმავითარებელი სვლები. ავწიეთ მხედარი წინ. Ჭამწია მხედარი წინ ავტიეთ მხედარი. აქ რეალურად ამას უფრო ველოდები ხოლმე, იმიტომ რომ მაინც მე ეს მხედარი აქ რო ჩამოაშენ ვიქლაზე აქ მოდის და მაგარი ტვინს ღუნავს, იმიტომ რომ მე გიწევს რომ გაცვალო, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს ამ ორ უჯრაზე და საკმაოდ გამაღიზიანებელია. ხიჭვი არის ხოლმე ერთ ადგილას რა. მაგრამ ჩამოწია აქეთ და რეალურად მნიშვნელოვანი გადახვევა არის ჩემი თამაშებისთვის პირადად. არ ვიცი მე ხა მაგნუსი რეებს ატრაკებს იქ. ჩავწიეთ უკვე მხედარი წინ შეტევაზე გავდივართ, არანაირი შეტევა არ არის რეალურად. უბრალოდ ერთი ფაქტი ის არის ამ პოზიციის, რომ ეს ორი მხედარი ერთმანეთს იცავს და ამ პინს მე აზრი არ ექნებოდა რეალურად, იმიტომ რომ ანუ მაინც ყველაფერი დაცულია და თავისუფლად წავიდოდა უკან, მაგრამ იქნება და რავი მომცე საშუალება რომ ეს მოვუკლა მე აქეთ ჩამოვა და მე დავპინავდი ჩემი კუთი. ამ ფიგურას ასეწახით. კუ, ოფიცერი, მღვდელი, სპილო. მოკლედ, ჩვენი კუთი დავპინავდი და მე რა თქმა უნდა გარუქავდა და პაიკის სტრუქტურას ცოტათი დავუზიანებდი რა არაფერი განსაკუთრებული და მოკლედ ეგ არის ჩემი ესეთი ლმობიერი გეგმა. მაგრამ არ მაცდის მაგას, მიკლავს ეგრევე. მოკლედ ეხა კუთი რა თქმა უნდა პაიკით მოკლას არ ვაპირებ, იმიტომ რომ გათავისუფლდება, დაუცველი იქნება ეს პაიკიც მე დასუსტდება, იმიტომ რომ შეიძლება ამ პაიკის აწევა მომიწიოს, რომ მე ცენტრი მყარი იყოს და მოკლედ არ მინდა რა უკლავ კუთი. ჩემზე პაიკი წინ ხარ რომ გამაგდოს. მაგრამ ამ თამაშის დროს განსაკუთრებულად შარზე ვიყავი და ესე აგრესიულად გრძნობდი თავს და სრულიად გეგმის გარეშე, მყარი ტაქტიკური უპირატესობის გარეშე გადავწყვიტე რა. მივხვდით რაც. F3-ზე. მოვკალით, შევწიეთ ჩვენი კუ, ჩვენი ოფიცერი. გარდაიცვალა, რა თქმა უნდა მომიკლა. თუმცა ეხა რეალურად კუკი გავცვალე, მაგრამ ერთადერთი კუკი. ერთადერთი კარგი რამ რაც შეიძლება ითქვას, რომ ანუ ეს დიაგონალი თავისუფალია მეფისკენ, ეს გზატკეცილიც, არც ქართულად როგორ არის file არის ინგლისურად, მაგრამ რავი, გზატკეცილი დავუძახოთ მათ ჩვენ. ეს გზატკეცილიც ღია არის, მოკლედ რაღაცეების გაჩალიჩება შეგიძლია რა, ანუ ამ თამაშის მთელი მუღამი არის ხაფანგები, შეწუხება, ტვინის ბურღი და ყველაფერი უსიამო, რაც კი შეიძლება ჭადრაკში წააწყდე და რეალურად ეგეთ პოზიციებში უნდა იყო ბედნიერი მოთამაშე. ნახოთ აბა. დავჩეკეთ ჩვეულებრივ ხარ რა თქმა უნდა სტანდარტული სვლა არის. არაფერს მიღწევა რეალურად არ შემიძლია ამ ერთი კონკრეტული სვლით, იმიტომ რომ ძალიან მარტივი კონტრშეტევა გააჩნია, არა მხოლოდ იცავს, ასევე უტევს ჩემ დედოფალს და რეალურად ტემპოს კარგავ, თუმცა მაინც რა იცი რა ხდება, ოპონენტი დისკომფორტში უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა. აქედან გამომდინარე, ჩავწიეთ წინ, კლავ არ ვაძლევ საშუალებას რომ რამე გააკეთოს. გარუქვამდე 1-11 სვლა აქვს და თუ მაგაში დახარჯავს დროს შემიძლია აქეთ წამოვიდე, ეტლებს დავამუქრა, ამას დავამუქრა თუ ჩვენი კუ გამოძრავდება და მოკლედ რაღაცები მიღწევადი არის, ეგ არის მთავარი. შემდეგი სვლა ჩამოწიან, რა თქმა უნდა და შეუძლია უკვე რომ გარუქოს, თუმცა ამ გეგმაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მე არსებობს საფრთხე რომ გაიჭედოს ჩემი დედოფალი, რადგან ეს პაიკი უკვე დაცული არის. მან წინასვლაზე ეს დედოფალი აქ კი არ ჩამოწია, აქ ჩამოწია, რაც ნიშნავს, რომ ეს პაიკიც ასევე დაცული არის და აქედან გამომდინარე ძალიან შეზღუდული რაოდენობის უჯრები მექნებოდა მე დედოფლისთვის, რომ გამომძრავებინ, აქედან გამომდინარე ლაჩრულად, უკაცრავად, მამაცურად უკან დავიხიე. გარბიართულად მამაცურად. ჩამოწია პაიკი წინ. შემჩევით რომ ამ დიაგონალზე ბლოკავდი მეფეს გზას ვუკეტავდი, აქედან გამომდინარე ჩემს რავი, ცუდ სულ არ არის. დაბლოკა ეს დიაგონალი, ჩემი დედოფალი აქედან გამომდინარე ძალიან
ბევრად ნაკლებად ეფექტური არის ამ ერთი პატარა კუონასვლით, აქედან გამომდინარე, საკმაოდ კარგი სულ არის. დაიმბლოკა დიაგონალი. დავჩეკეთ, კლავ ჩვენი თამაშის მთავარი თემატიკა ამ კონკრეტულ მატჩში არის შეწუხება. Check out არაფერს მიღწევა არ შეუძლია ერთ-ერთი არის რომ ან ეს ჩამოწიოს აქ. რომ რამენაირად ან დაიპინოს რაღაცნაირად რომ შევწუხდეთ. ეხლა რა თქმა უნდა ხედარი აქ რომ ჩამოწიოს კუთი მოუკლა ყველა ვარიანტში. ოკეი, კუთი არ მოუკლა ყველა ვარიანტში, მაგრამ იმიტომ დედოფალიც იცავს, მაგრამ ნუ აი რაღაც ჯადოქრობა თუ მოხდა დედოფალისადმი სხვაგან წავიდა, მე კუთი მოუკლა და პაიკის სტრუქტურას გავუფუჭებდი და ორი პაიკი ექნებოდა ამ ორ უჯრაზე და მოკლედ რაღაცა შეიძლებოდა რა. მაგრამ პაიკი ჩამოწია. ეს მენდაგლოდ მიხარია, იმიტომ რომ კლავ კიდევ ერთი სვლა, რაც უფუჭებს სტრუქტურას და მისი მეფე შედარებით უფრო დაუცველი იქნება, იმიტომ რომ ეს უჯრა გათავისუფლდა სამწუხაროდ ჩვენ ღია ფერის ან თეთრუჯრედიანი კუ არ გაგვაჩინა, იმიტომ რომ გავცვალეთ პაიკში რამდენიმე სვლის წინ, თუმცა მაინც შეიძლება რაღაცის ექსპლუატაცია მხედარი შეიძლება მოიყვანო აქეთ რაღაცების გაჩალიჯება შეიძლება მე მაგას გულისხმობ რა. დავიხეთ უკან, იმიტომ რომ ემუქრებოდა ეხლა მეორე კუგვეზად მეტი იქნებოდა ამ პოზიციაში. აქედან გამომდინარე ჩამწიეთ უკან და ვემუქრებით ამ პაიკს. ამ მომენტში ეს პაიკი ეხლა დაცული არის. თუმცა ზეწოლა არის მთავარი ამ პოზიციაში, მინდა რომ შეწუხდეს და იფიქროს ბევრი რეალურად ეგ არის ჩემი მიზანი. ეს უკეთესი არის, იმიტომ რომ რეალურად არაფერი შეცვლა ერთ-ერთი ის ცვლილება არის პოზიციაში, რომ ეხლა უკვე ეს პაიკი დაპინული აქედან გამომდინარე მარტივად არ შეუძლია რომ წინ წამოწიოს და ჩემი მეფე ასე თუ ისე საფრთხის ქვეშ ჩააგდოს და რაღაც სტრუქტურა გამიფუჭოს, იმიტომ რომ უკვე დაპინული არის და თან ეს პაიკი საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ არის. დავქესლეთ არაფერი განსაკუთრებული უსაფრთხოებისგან წავედით. აღარ უნდა რომ პინში იყოს, ეკავებოდა და მოიქავა. აქედან გამომდინარე, რეალურად სხვა არ გვაქვს ხა ჩვენ ავწიეთ პაიკი წინ. მეფე მიუახლოვდა უკვე კუთხეს, რაც ნიშნავს რომ ნაკლებად დაცული არის მის გარშემო უჯრები, იმიტომ რომ უფრო კუთხეში მიიწევს რეალურად. კუთხეში მიწევა ავტომატურად არ ნიშნავს უსაფრთხოებას, თუმცა რადგან რამდენი პაიკი მაქვს და ეტლები და მხედრები ყველაფერი აქეთ მხარეს რო არის, უკეთესია რომ მეფე ესე მიმწყდეული იყოს, იმიტომ რომ ეს დიაგონალი ოდესმე თუ გათავისუფლდა, ან ეს კუთუ აქეთ წამოვიდა ოდესმე, მოკლედ ძალიან შეზღუდული იქნება ოპონენტის მეფე. ჩამოწია პაიკი წინ. ამ სulis ნუ ერთი მიზანი რაც შეიძლება რომ დავინახო ის არის რომ თუ მოუნდა ოდესმე კუს უკან გაწევს, ასევე ეს უჯრა დაკავებული იქნება უკვე და ამ პაიკს რამდენიმე სლოში აქ ვეღარ ავწევ, რაც აქ რომ მოხდეს ჩემი შავი პაიკი ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემთვის და უსიამოვნო ჩემი ოპონენტისთვის, იმიტომ რომ ამ პაიკს დავიმუქრები და ძალიან ესეთი დაძაბული სიტუაცია შეიქმნება. ავწევთ პაიკი ისევ წინ, კლავ ჩვენი თამაშის სტილის მანტრა არის რომ შეაწუხე შენი ოპონენტი. გვინდა რომ ტემპო მოვიგოთ, შევაწუხოთ, უფრო მეტი ტერიტორია დავიპყროთ რეალურად, იმიტომ რომ ეს უჯრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ და ნახავთ. წაწია პაიკი კუ ამ დიაგონალზე. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. ეს უჯრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ ვერთობით queen side-ზე, მაგრამ მე რო ზედოფალი ესე ნონშალანტურად სამე გავწიო, ეგრევე შემოთი არის ერსლაში. აქედან გამომდინარე მე რო ეგეთი შეცდომა არ დავუშვა და საკუთარ გახსნილ შნუროკებზე არ წამოვეგო, ავწიოთ მოდი პაიკი წინ. ეს პაიკი ახლა სუსტი არის რეალურად. ხოლმე დედოფალი იცავს, მაგრამ ამ პაიკას რომ ხოლმე დედოფალი იცავდა, ეგეც შემოწუხებელი ფაქტორი იყო და ახლა ამ პაიკს რო ეს დედოფალი იცავს, რა განსხვავება არის? მაინც დედოფლის გამოძრავება მინდა. თუმცა დროებით კარგი გამოსავალი არის, შემიძლია რომ გავამოძრავო, ასევე პოტენციალურად დამწყდებადი იქნებოდა ეს ჩემი დედოფალი, იმიტომ რომ როგორც შეამჩნევთ ამ პაიკს ჩამოწევს და რა თქმა უნდა ამას სავარაუდოდ ისედაც იზავდა. აქედან გამომდინარე არ მინდა რომ დედოფალს ესეთი რამე თავისუფლება არ ქონდეს რა უჯრებში. ჩამოწევთ ახლა მხედარი აქ. ეს მხედარი აქ რეალურად არაფერს არ მიკეთებდა, მაგარი უსაქმური მხედარი იყო. იმიტომ რომ ამ უჯრაზე ვერ მოვიდოდა, აქ რომ მოსულიყო ამ პაიკს დავკარგავდით, იმიტომ რომ ეტლი აღარ დაიცავდა ამ პაიკს. ვერც თავგანწირვა არ შეუძლია, რეალურად ისეთი უვარგისია, რომ თავის დადებაც კი არ შეუძლია. თავისი ქვეყნისთვის შეწიროც კი არ შეუძლია რომ გააკეთოს. აქედან გამომდინარე, წამოვიღოთ ახლა უკან, იქნება რამე დაცვითი რესურსი იყოს. დაგვეხმაროს დაცვაში ეს უჯრა, რამენაირად მოვიპოვოთ, შეუტიოთ ამ პაიკს, ცოტა უფრო მეტი ზეწოლა განვახორციელოთ, იქნება ოდესმე აქ ამოყოს თავი რამე ჯადოქრობით, არ ვიცი, ნახოთ რა. ჩამოწია პაიკი წინ. რა თქმა უნდა ეს უჯრა უკვე დაკავებული არის.
პაიკის აწევაზე ფიქრი არ მოგატყუებთ და ჩემ ტვინში გაიელო, თუმცა ეგეთი უშიშარი არ ვარ, რომ ეს პაიკი ავწიო აქ და მე აქ ჩამოწიოს, თან მე Discover და შეტევა იქნებოდა აქედან გამომდინარე, არ მგონია რომ ოპტიმალური ზღვა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე მოდი გავიქცეთ ახლა ჩვენი დედოფლით. იმიტომ რომ ჩვენი დედოფალი აქ არაფერს არ მიკეთებს, დიაგონალი დაკეტილია, გზატკეცილი დაკეტილია, ეს უჯრა დაკავებულია, ეს უჯრა დაკავებულია, რეალურად ერთადერთი სულა დედოფლის არის ეს უჯრა ამ ადგილიდან, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ოდეს მე ამ დედოფალს რამე დაემუქრება, სამუდამოდ გაჭედილი ვიქნებით. და მოდი ავირდოთ ახლა ამდენი თავის ტკივილი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ოპონენტი იყოს შეწუხებული და არა ჩვენ. ამიტომ გავიქცეთ. ემუქრება. ეხლა მეგობრებო, ესლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გარანტირებული გაცვლა არის თუ ჩვენი ოპონენტი ამ არჩევანს გააკეთებს. იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა არ მინდა რომ დედოფალი მომიკლას, მაგრამ ზურგის უკან მხედარი არის მსხვერპლად. თუმცა ნუ რას ვიზავთ ახლა ეგეთია საქმე. შეიძლება იფიქროთ ახლა რომ დააბრუნე უკანო. რომ ამ პაიკს დაემუქრა და იქნება უკანადონეს რამე ნიჩია იყოს, მოკლედ შარი შეიძლება აწიო რა. თუმცა შეგახსენებთ რომ დიახ, მხოლოდ მხედარი იცავს ამ მომენტში ამ პაიკს და რომც არ დააბრუნოს აქ, ჩემ დედოფალი აქ რო წავწიო, უბრალოდ გამიცვლის და მომიწევს რომ კუთი დავიბრუნო ჩემი მასალა და ისევ დაცული იქნება ეს პაიკი, იმიტომ რომ მხოლოდ დედოფალი დარჩება, რომელიც ამ პაიკს შეუტევს. აქედან გამომდინარე, არ არის ვალიდური რამ რომ ეხა ისე ამ პაიკზე თავი ვიტკიოთ. ამიტომ ჩამოწეთ ახლა უკან ჩვენი დედოფალი. და არ მოწყობს რეალურად ახლა არ მოგატყუებთ. მე გასვლები არ მოწყობს, იმიტომ რომ ძალიან უკან ვარ მასალით. თუმცა ჩემი არჩევანი არ არის. და ჯერჯერობით გადავჭით. ახლა მეგობრებო რა ხდება? უტევს ჩემ მეფის წინ მდგომ პაიკს. რაც არ არის კომფორტული გრძნობა. ამ მომენტში დაცული არის, ყველაფერი რიგზე არის, ყველაფერი კარგად არის. თუმცა მაინც შემოწუხებელი არის. კი შემილია რომ ეს პაიკი ახლა მოვუკლა, იმიტომ რომ დაუცველი არის, თუმცა როგორც კი მე ამ პაიკს მოვუკლავ, შეუძლია რომ მომიკლას ჩემი მხედარი და Discovery არის ისევ Discovery National Geographic, let's go. და ამიტომ ვნახოთ რა მოვიფიქრე, ავწიოთ პაიკი წინ. ახლა ამ ხანაგებო მეტყვით თქვენ, კარგ რაჯანდობას აკეთებ. პაიკი დაუცველი არის. უარგისო შენა. კიდე ერთი პაიკი შეწირე, კიდე მასალა დაკარგე, შევირთხა, შემახინჯო, მაგრამ არა მეგობრებო. ნახოთ აბა. მომიკლა, რა თქმა უნდა, აწყობს გაცვლა. ვერ დააბრალებ ვერაფერს, ვერ დააკნინებ. გაუცვალეთ. მაგრამ ახლა ეს პაიკი ისევ დაუცველი არის. რა იყო ჩემი გეგმა აქ, მეგობრებო? და ამ შემთხვევაში გეგმა მართლა მქონდა. გეგმა ის არის, რომ ამ პაიკს ვერ მოკლავ. თუ მოკლავ, გაგიცვლი. და ჩემთვის უკეთესი პოზიცია იქნება, ჩემი აზრით უფრო კომფორტულად ვიქნები. და მაგ პოზიციას ჩვენ მივაღწევთ, ამიტომ მოდი არ დაგასპოილერებთ. ჩამოწია ეტლი, უნდა რომ ზეწოლა გააღვივოს და იქნება და დამაშამოთოს, რაღაც დამიპინოს, რაღაცა შარი უნდა მოკლდ რა. მე დედოფალი გავწია აქ, უკვე შემილია რომ ამ პაიკს დავემუქრა, იმიტომ რომ ერთი რაღაც იცავს. შეუძლია რომ ეტლით დაიცვა, შეუძლია ამ ეტლით დაიცვას, თუმცა ეგ მე მაწყობს, იმიტომ რომ ესეთ უჰაერობას შემიმსუბუქებს, იმიტომ რომ ამდენი ეტლი აღარ უყურებს ჩემ მეფეს თვალებში. თუმცა არა, არ წამოეგო. უნდა რომ დამჩეკოს. ახლა მეგობრებო, ეს არ არის უფასო პაიკი, იმიტომ რომ ეს სულა ჩეკით მოდის, რაც ნიშნავს რომ მე ვალდებული ვარ რომ მოვუკლა დედოფლით. შემდეგ მომიკლავს ისევ ეტლი, ჩემ მოვუკლავ ისევ მეფეთი, თუმცა მე ეს კუ აქ დაუცველი იქნება. და მომიკლავს მხედრით და ისევ მასალით უკან ვიქნები. ავწიეთ ეტლი ზემოთ. ახლა უკვე არ არის ეგ პრობლემა. ეხა ეს პაიკი კვლავ დაუცველია ამ ხანაგება, იმიტომ რომ ამჯერად ეტლითაც ვიცავთ და პირველი რო ეტლი იცავს, ეგ არის მნიშვნელოვანი. ეტლი რო აქ იყოს და დედოფალი აქ რო იყოს, იგივე პრობლემა გვექნებოდა, იმიტომ რომ ჩეკით რომ მოდის მე ვალდებული ვიქნებოდი რომ დედოფლით მომეკლა, რაც ნიშნავს რომ ანუ ვალდებული ვარ რომ თანაბარი ან შეიძლება ცოტათი უფრო უარესი ჭამდის გაცვლა გამეკეთებინა. თუმცა ეტლი აქ არის. რატო ვიწუხებთ თავს არარსებული პრობლემებით? მარკუს აურელიუსმა თქვა რომ წინასწარ ნერვიულ რაღაცაზე ეტლი აქ არის. კარგად არის ეტლი.
მოკლა ჩვენი პაიკი, რომლის მოკლა არ შეეძლო. მეგობრებო, რატომ არ შეეძლო მოკლა? ეს რეალურად არ არის ტაქტიკური უპირატესობა, ეს არის ხაფანგი, რომელსაც ერთი არასწორი სვლა უნდა. ეგ ერთი არასწორი სვლა ჩვენი ოპონენტის მხრიდან იქნებოდა აი ამ კუს მოკლა. ეხლა იფიქრებთ, რას აკეთებ კარაკ? მეორე კუ მოგიკვდა უკვე, რუის ურბნისის კრება არის უკვე ამდენ მღდელს რო წირავ? არა, ამხანაგებო, ამ კუს მოკლა არ შეიძლება. იმიტომ არ შეიძლება, რომ თუ კი ამ კუს მოკლავ, მე შემიძლია რომ დავემუქრო, დავპინო დედოფალი, რადგან ეს გზატკეცილი გათავისუფლდება და ეს დედოფალი დაკარგული ამხანაგებო. დაჟე დაკარგული გაცვლილი არის ეტლში ახლა, იმიტომ რომ შეუძლია რომ ჩამოწიოს, მაგრამ თავარი ფაქტი ის არის, რომ ამ კუს მოკლა არ შეიძლება. როგორ დავაბრუნო? აიმე. კარგი გათეთრებულ იმას უყუროთ, არ არის პრობლემა. ჩამოწია, მიხვდა, დაინახა ამ ხანაგებო ეს სვლა. ეს ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ესეთ ხაფანგებზე უმეტესი წილი ოპონენტები ეგებიან ხოლმე ძალიან თავისუფლად. თუმცა რას ვიზავთ ახლა ცხოვრება ეგეთი? ჩამოვწიეთ უკან, ვემუქრებით კვლავ ამ პაიკს. ეხლა პირველი ეს პაიკი რატო არ მოვკალი? იმიტომ რომ დედოფალი ცოტა აქეთ წამოწია და არ მინდოდა ესეთ საკუთარ თავის ეს რისკში ჩაყენება. თან მინდოდა რომ ეს პაიკი მომეკლა და გამეთავისუფლებინა მეტნაკლებად ტერიტორია მისი მეფის გარშემო და უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ჩამოწია პაიკი. ამ პაიკის მოკლა რეალურად ყოველთვის შემილია და მე მირჩევნია რომ ხა მოვუკლა და მომიკლას და მერე მე მოვუკლა. მოკლედ არ არის რა ეგ საჩქარო თემა აქედან გამომდინარე პირდაპირ მოვუკლავთ, მოდი. წავწიოთ წინ პაიკი, არ არის პრობლემა ჩემი აზრით. და მე ამას ყოველთვის მოკლავთ, იმიტომ რომ ამ პაიკის მოკლა მოუწევს, ეხლა დაჟე არ შეუძლია, იმიტომ რომ დაცული არის. თუმცა კარგი გეგმა მაქონდა საკმაოდ. რომელიც მე რეალურად ნახოთ მოდი რა მოხდება. მოვუკალი ისევ, ეხლა ვფიქრობ რომ უფასო პაიკია. უფასო არ არის, იმიტომ რომ მომიკლავს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა რომ ამას რომ მიკლავს ტრაგედია ის კი არა რომ მე პაიკი დავკარგე, ტრაგედია ისაა რომ ეს ეტლი დაპინული მაქვს მეგობრებო და მე ხა ამას ვეღარ მოვკლავ, იმიტომ რომ მე რომ ეს ამ პაიკს წამოვეგო, მე რომ ნაყროვანების ცოდვას დავნებდე, ამას რომ მომიკლავს, მე ვეღარ დავიბრუნებ ჩემი ეტლით, იმიტომ რომ დაპინული იქნება მეფეზე, ამ დიაგონალზე დაპინული არის ეს ეტლი, აქედან გამომდინარე უნდა დავიცვათ ჯერჯერობით. ვეღარ მომიკლავს ეტლს, ოღონდ რა პოზიციაში მეგობრებო იცით? იმიტომ რომ მე რომ ეს არ მექნა და ვთქვა და რავი ეს მომეკლა, ამას ხო ჩამოვიდოდა და მე ამას რო ვერ მოკლავდი, გაწევა მომიწევდა და მერე მომიკლავდა ეტლს. ნათელი რო იყოს. წავწიეთ დავიწევით. მომიკლა, არ შემიძლია მოკლა. თუმცა მე ნონშალანტურად აურა ფარმინგით ძალიან მშვიდად და წყნარად გავწია ჩემი მეფე გვერდზე. იმიტომ რომ სხვა არ მქონდა. მომიკლა ეტლი ახლა რა თქმა უნდა რა ენაღლება ამ ვირიშვილს, იმიტომ რომ წინარი მასალით ნებისმიერი გაცვლა აწყობს. მოვკალი გავცვალეთ. ჩამოწია პაიკი წინ. ახლა ამ ხანაგებო ძალიან ისეთ პოზიციაში ვარ მე. ჩემი მეფეს სუნთქვა არ შეუძლია. 3 გრამი ჟანგბადი დარჩა. იმიტომ რომ ეს უჯრა ხო ორჯერ არის დაცული. ეს უჯრა არის დაკეტილი ეტლის მიერ. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვარ მეგობრებო. ავწიე პაიკი წინ. ამ სulis გეგმა ის იყო რომ ცოტა ტერიტორია მომეპოვებინა. ჩამომეწია აქ. თუ მომიკლავ და იქნება რამე თავგანწირვა, პინი, ჩეკი, იმიტომ რომ თუ მე რო ეს მომეკლა და მეფით რომ მოეკლა, მე აქ წამოვწევდი ჩეკით და მოვიგებდი ეტლს. უბრალოდ რაღაცაზე ჩალიჩევ რომ იქნება რამე გამოვიდეს, თუმცა ვერ დავინახე ერთი სვლა, რაც იყო ეს ჩეკი. მე თავი დაცული მეგონა ამ ჩეკისგან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კუიცავს ამ ჩეკს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩეკი ვერ დავინახე და ძალიან დიდ შარში ვარ მეგობრებო. იმიტომ რომ მეფე ვერსად ვერ მიდის. ყველა უჯრა დაკავებული აქვს. ეს უჯრა საკუთარი ქვეშევდომი, საკუთარი პაიკი მიბლოკავს გასაქცევ გზას. კასტელ სანტანჯელო რო ვიღაც მეომარს დაებლოკა, ეგრე ვარ მე. რა გავაკეთო? სხვა რა გზა მაქვს? უნდა დავბლოკო. ეს არის ძალიან კრიტიკული პოზიცია. რატო? იმიტომ რომ ამ პიროვნებას შეუძლია რომ ძალიან თავისუფლად მომიკლას დედოფლით.
დამაძალოს რომ გავუცვალო და პაიკი გასული პაიკი შექმნას. და მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ეს უფასო კუ 2 ქულიდან 5 ქულის უპირატესობაზე წავა. ფესტ პაიკი ექნება. ძალიან კარგი პოზიცია ექნება, მაგრამ ჩვენი ოპონენტი არის ღორი. გადაწყვიტა რომ მომიკლას პაიკით. და ამ ხანაგებო, ეხა ამ პოზიციაში თქვენ რა სამჩნევთ? რა ერთი სვლა არის თეთრისთვის? Ну, რა თქმა უნდა, ჯერ ეხა ჩემი სვლა არის, მაგრამ თეთრის არსენალში აი რა სვლა არის? თითქმის გაუსაძლისად ესეთი მაცდუნე სვლა. მართალი არის. პაიკის ჩამოწევა. რატომ არის ესეთი კარგი სვლა მეგობრებო თეთრისთვის? იმიტომ რომ discovered შეტევა არის, პაიკს ჩაწევ და ეგრევე ჩეკი არის. არა მხოლოდ ჩეკი არის, პაიკიც ემუქრება. თან შამათი არის, თან პაიკის გადადოფლება შეგიძლია. ძალიან სასიამოვნო კომბინაცია არის. ნორმალური მოკვდავი ადამიანი რეალურად ამ სვლას ვერ გაუძლებს. და მე ზუსტად ჩემი შემდეგი სვლა აი მაგაზე ფსონის დადება იყო, რომ მისი მოკვდავი ტვინი და სული ვერ გაუძლებდა ამას. წავწიეთ ეტლი წინ. რა სვლას აკეთებს ჩვენი ოპონენტი? პაიკი წინ ჩეკი. ამ ხანაგებო ეტლი აქ იქნებოდა თუ აქ იქნებოდა რეალურად რა განსხვავება არის, იმიტომ რომ პაიკი ჩამოწია და ეტლს ემუქრება და დედოფალი კლავ მიშამათებს და ჩეკავს და მოკლედ სახეს მაძრობს ასახეს აძრობს ჩემ მეფეს. განსხვავება ის არის, როდესაც discovered checks აკეთებ, უნდა გაითვალისწინო, რომ ის ფიგურა, რომელთაც ემუქრები მეფეს, დაცული უნდა იყოს და არაფერი არ უნდა უტევდეს. იმიტომ ძალიან მარტივია, რომ დაიბნე ესეთ პოზიციებში, რომ რადგან აქედან უტევდა, რადგან პაიკის სვლა იყო, ფიქრობ, რომ პაიკი უნდა მომიკლას, მაგრამ ეტლი D4-ზე. მეგობრებო, სუნთქვის საშუალება გვაქვს. მაგრამ რეალურად ეგ არ არის სიმართლე. იმიტომ რომ კლავ ცუდი პოზიცია არის. ჩვენი მეფე კლავ იხრჩობა, ჰაერი არ ყოფნის. პაიკი სახიფათოდ ახლოს არის გადადოფლებასთან. ჩემი ერთადერთი რაღაც იმედი არის, რომ ოდესმე მეფით მომიკლას ეს პაიკი და დავჩეკო და მასალა დავიბრუნო უკან. მაგრამ ეხლა რა გავაკეთე, ჩემი სვლა არის. ავწიეთ დედოფალი წინ. რამენაირად იქნება ცენტრალიზირებელი სვლით რამენაირად მასალა მოვიგო, რაღაც გავაკეთო, ვემუქრები ამ ხედარს. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, ეს ხედარი მე რომ მოვიგო, უკვე უპირატესობა მე მექნება. ამას ხედავს. იცავს თავის მხედარს, თავისი ეტლით. მაგრამ ძლივს ეტლი აღარ მახრჩობს, ხელები მოუშვა ჩემი ყელიდან, კისერიდან. ზოგადად უძილო ვარ თუ შემჩნიეთ და ასევე მეორედ ვიწერ ამ ვიდეოს. ჩამოწია და დაიცვა. ძლივს შეუძლია ჩემ მეფეს სუნთქვა და ეხა მე ვინ ვარ რომ დავუშალო, რომ ცოტა ფეხები გაშალოს, რაღაც გაიმოძრავოს, გახურდეს. წამოწიოთ წინ, ვილოცოთ, იქნება რამენაირად წრედ დავარტყათ ეს პაიკი მოვიგოთ, ცოტა გავააქტიუროთ ჩვენი მეფე ეს პაიკი დავიცოთ რომ დედოფალმა იმოძრავოს, რაღაცა გავაკეთოთ. წამოწიეთ მეფე წინ. არ მოეწონა ჩვენ ოპონენტს ეს. ემუქრება დედოფალს. კლავ რაღაცას ემუქრება, არ დამასვენა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემივე წამალს მე მასმევს. დისკომფორტში მაყენებს, მემუქრება, მაწუხებს, მაღიზიანებს, აქ ჩეკი აქ, კიდევ ვერო, აქეთ უნდა წამოვიდე, უნდა ვიწვალო, მაგრამ ერთი პრობლემა არის აქ, რომ ჩემი ოპონენტი კარაქა არ არის. მას კი უნდა რომ შევეწუხებინე, თუმცა მისი ღორობა, მისი ნაყროვნების ცოდვა, დედოფლით რო არ მომიკლა მაშინ, კულმინირდება ერთ სვლაში. და მთავრდება შამათით. იმიტომ რომ ამ მხედრის მნიშვნელოვანი როლი ამ პოზიციაში არა მხოლოდ ამ პაიკის დაცვა იყო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ დიაგონალის დაბლოკვა იყო. ეს პაიკი, რომელიც ჩვენ წინ ფაქტობრივად უმიზეზო და ნონშალანტურად ავწიეთ აქ, აღმოჩნდა კატალიზატორი.
გამხსნელი ნივთიერება ჩვენი ტრიუმფის. მეგობრებო, მადლობა ამ ვიდეოს დამთავრებისთვის. იმედია, ისე ამონეთ, იმედია მოგეწონათ შედარებით გრძელი იაპერობით სავსე ფორმატი. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მშვიდად შეგეძლებათ რომ უყუროთ ხოლმე ეს ვიდეოებს, იმიტომ რომ TikTok-ზე ცოტა სიჩქარე მიწევს ჩქარა ლაპარაკი, ყვირილი წევილი და ჩემი აზრით უფრო სასიამოვნო იქნებოდა ესე გრძელ ფორმატში, თან YouTube-ზე მინდა რომ გავაგრძელოთ ცოტა რეგულარული ვიდეოები. კიდე ერთი თამაში არის Open Front-ი ქვია და მაგაზეც მინდა ვიდეოები რომ დადო და მოკლედ მინდა რომ რეგულარულად დოდა, თუ მოგეწონათ subscribe, like, share და ნებისმიერი კარგი რამ. და ასევე შემოდით ჩემ Minecraft-ის სერვერზე. Who are you today? Please oh my god, is that amazing?